საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი გმირების ნეშტები გადმოვასვენოთ დროულად. ამ პროცესში მოგესალმება ჩართული არის როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე ჩართული არის წითელი ჯვარი, ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან ამ პროცესში, ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადაუხადო, ვინც აი ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა და კიდევ ერთხელ უსამძიმრებ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს და კეთს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. პარლამენტის წევრებთან ერთად პატივი მივაგეთ აფხაზეთში 90-იან წლებში დაღუპული 4 სამხედროს და 9 სამოქალაქო პირის ხსოვნას. მინდა მადლობა გადაუხადო სახელმწიფო მინისტრის აპარატს, წითელ ჯვარს ამ ადამიანური საქმისთვის. ამ 13 ადამიანის ოჯახებს 30 წლის თავზე მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაიტირონ თავისი ოჯახის წევრები. რა თქმა უნდა, ეს კვლავ აცოცხლებს იმ მოგონებებს, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ომთან. 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით ორმხრივი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. ჩვენ მოვახერხეთ კიდევ 13 უგზო-კლოდ აკარგულად მიჩნეული ადამიანის ნეშტის გადაცემა ოჯახებისთვის, რაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული ინტენსიური მუშაობის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერისა და განსაკუთრებით გამოვყოფთი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეების ძალისხმევის შედეგად. ოჯახები, რომლებსაც ჩვენ დღეს შევხვდით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, არიან ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიერ განცდილი ტრაგიკული მოვლენების უშუალო მონაწილეები, რაც უკავშირდება აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებულ შეიარაღებულ მოქმედებებს. ეს არის მცირე რამ, რაც შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ აი ამ ოჯახებს, რათა გავიზიაროთ ის ტკივილი, რომელსაც ესენი 30 წლის განმავლობაში ატარებენ. და მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ სახელმწიფო სამსახურს, რომელიც არის ჩართული ამ პროცესში. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ პროცესში თავისი ჩართულობის მიმართულებით და რა თქმა უნდა აქ აღსანიშნავია წითელი ჯვრის მონაწილეობა და განხორციელება ამ პროცესში. ეს დიდი ტრაგედია, დიდი უბედურებაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ტყუილუბრალოდ გაღებული მსხვერპლი. ის საქმე, რისთვისაც ეს ადამიანები იბრძოდნენ და დაიღუპნენ, აუცილებლად გაიმარჯვებს. აი მე ამ რწმენით მოვედი დღეს აქ, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მე მადლობას ვუხდით წითელ ჯვარს, მადლობას ვუხდით მთავრობას, მადლობას ვუხდით ყველას, ისეთი შრომა გაწიეს, რომ აი დღეს აი ჩვენი დავით ზაქარაია აქ არის ჩვენთან გადმოსვენებული. დიდი მადლობა მინდა რომ ვთქვა. იდენტიფიცირებულთაგან ერთი მებრძოლის ნეშტი სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.